გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. ჩემო ქართველებო, გარემოება მაიძულა ჩემთვის აქამდე უჩვეულო ფორმით ვიდეო ბლოგით მოგვართოთ. ნაც ლიბერალები ცდილობენ ყველა შემთხვევა სათავისოდ გამოიყენონ და რევოლუცია ააგორონ. შევთანხმდეთ იმაში, რომ როგორც რევოლუცია, ისე უკრაინის ომში მხარეთ ჩვენი ჩამა დაუშვებელია, რადგან ქართულ სახელმწიფოებრიობას ეს საბოლოოდ დაასამარებს და გაანადგურებს. ქალებს საერთოდ ჩვენში დიდ პატივს ცემენ. კაცებსაც ცემენ პატივს, მაგრამ კაცმა ძალიან რომ გაგაბრაზოს, შეიძლება ხელიც გაარტყა. ქალს ვერ გადრებავს. რეიზა ბაბუ. შეგან ბაბუ ქართველი არ გამოვა. ქალებს საერთოდ. ბევრჯერ ითქვა, რომ რევოლუციისთვის მათ სჭირდებათ სისხლი, ეგრეთ წოდებული საკრალური მსხვერპლი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა ვიხილეთ, რომ ეს მსხვერპლი ხელოვნურად გამოეწვიათ და მერე ამაზე დაყრდნობით აეგორებინათ შემდგომი მოვლენები. არც ის გახლავთ საიდუმლო და ჩვენმა ხელისუფლებამაც რახანია აღიარა, რომ ასეთი მცდელობების მიღმა დგას Deep State-ი. იგივე ეპშტეინური დასავლეთი, რომელიც ფინანსებით და ინსტრუქტორებით ეხმარება საქართველოში მეტასტაზივით მოდებულ ამ მეხუთე კოლონას. ბოლო დროს მათი სამიზნე ტურისტები გახდნენ. იწყეს ქართველი ერის დამახასიათებელი ზნეობისთვის ისეთი მიუღებელი გამოხდომები, როგორც არის ხაჭაპურში ჩაფურთხება, ეროვნული ნიშნით დისკრედიტაცია და სხვაგვარი უხამსი გამოწვევები. რუსოფობიაც, ანუ ეროვნული ნიშნით ტურისტის ათვალწუნება, ამ გეგმის შემადგენელი მთავარი ნაწილია. ჩემი აზრით, ჯობს ტურისტი საქართველოში საერთოდ არ შემოუშვა. ვიდრე ჩამოსულს პროვოკაციული ხაფანგები, გამოწვევები დაახვედრო და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სადო შედეგის გამოყენება. მხედველობაში მივიღოთ, რომ ერთადერთი სფერო, რომელიც ქართულ ეკონომიკაში გამართულად მუშაობს, ტურიზმია. ხალხმა ქონება ბანკში ჩადო, ააშენეს საოჯახო სასტუმროები, კაფეები, ტურიზმზე მოგებული ინფრასტრუქტურა შექმნეს და თუ ქსენოფობიით დაფეთებული ტურისტი ქვეყანაში აღარ შემოვა, მივიღებთ ათეულათასობით გაკოტრებულ წვრილ, საშუალო და მსხვილ მეწარმეს, რაც ქართულ ეკონომიკაზე გამანადგურებლად აისახება. არანაირად. არასოდეს არ მივემხრობი ქალზე ძალადობას და მესვიის ვიბლიანის ამბავის და სრულ სოლიდარობას უცხადებ აქედან ვიბლიანსაც. მაგრამ რუსი ქალი არ არის. რუსი არც ბავშვი არ არის და რუსი ადამიანი საერთოდ არ არის. რუსი არის კუბოსთვის განკუთვნილი შავი კუბოსთვის მეშოქში ჩასადებად. ხო და რუსები ოდითგანვე იყვნენ მათხოვრები, ბოზები, მტრები და ოკუპანტები. და სულ ყოველთვის ეგრე იქნება. ისტორია არ შეიცვლება. ჩვენთვის 200 წლის განმავლობაში რუსები არიან მტრები. მადლობა თქვას იმ რუსმა, რომ შუაზე არ გაჭრეს და რუსის ხორცი არ დააწერეს. მადლობა თქვას იმ რუსმა, რომ თავი არ მოჭრეს და მისი თავით ფეხბურთი არ ითამაშეს. მადლობა თქვას იმ რუსმა, ტყავი რო არ გააძრეს და სარზი არ ჩამოკიდეს. მადლობა თქვას იმ რუსმა, შუაზე რო არ გაჭრეს და არ დააწერეს, როგორც ეს არ გაერთიანდება, ისე არ გაერთიანდება რუსეთი. და ძალიან ბევრი რამ. ამჯერად ეპშტეინური დასავლეთის მიერ ზურგგამაგრებული ნაცლიბერალები რევოლუციის სასაგორებლად კახეთში მოხდარ ინციდენტს ეყრდნობიან და ყოველმხრივ ცდილობენ უტრირებას. ამ შეკამათებას შედეგად ის მოყვა, რომ სლავმა გოგონამ ქართველი კაცის მუშტის დარტყმის შედეგად ხვირიზვლების მოტეხილობა და ტვინის მძიმე ფორმით შეღება მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ კონფლიქტში ცალსახად არც სლავი გოგონები და არც მეკორწილები არ იყვნენ ბოლომდე მართლები. მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ეს კონფლიქტი თავის სასარგებლოდ მეხუთე კოლონამ გამოიყენა და ძაფრ რუსოფობიურ დემონსტრაციაში გადაზარდა. ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის მოვლენების გამეორება სადა. I'm a blessing to Russian. Who thinks that they are in a
ალბათ გაინტერესებთ მე ჟურნალისტი და უფლებადამცველი საზა დავითაია, როგორ აღმოჩნდი მოვლენათა მსვლელობაში ჩართული. მოგახსენებთ. მოსკოვში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ჩემმა მეგობარმა მამუკა ფიფიამ გაავრცელა განცხადება და ვიდეო მიმართვა, რომელშიც კერძოდ ამბობ. გამარჯობთ მეგობრებო, ძალიან სამწუხარო ინციდენტი მოხდა და პირველ რიგში მოუწოდებ ყველა მხარეს მოამწოვებთ სიტუაციას, ისედაც დაძაბულს, ძაბავთ. არის სახელმწიფო უწყებები, არის პოლიცია და გამოძიება ყველაფერს დაადგენს. მე ვესაუბრე ახლა ამ კალბატონებს და მომიყვეს რა და როგორ და ძალიან ადეკვატურები ჩანან და ძალიან ნორმალურები. აქ კიდევ რაღაც ვიდეოები აიმნიდან გადაღებული და დაველოდეთ გამოძიებას და გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მე რა თქმა უნდა შევთავაზე როგორც შეეპარება ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს დახმარება ფინანსური ადვოკატისთვის, ექიმებისთვის და მომწერენ თუ დაჭირდათ, როცა დაჭირდებათ, მომწერენ რამდენი დაჭირდა თანხა. ცით რას გეტყვით ბიჭებო, აი ჯიგრებო. არ შეიძლება ასე სირცხვილი. ჩვენ ქართველებს სულ სხვა სახელი გვაქვს სოფლიოში და ასეთი კადრები ეს წერდება მართლა მთელი სოფლიოში, დიდი და პატარა ხედავს ამას. და ჩვენ ვართ ქართველები ღვთისმშობლის წინხვევდრი ქვეყანა და არ არის ეს ჩვენთვის ლამაზი და სასარგებლო. ამიტომ ყველამ უნდა ისე მოიქცეს, როგორც შეეპარდება ქართველს და ჩვენ წინაპარს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება იქნება დროული და გამჭირვალე. აბა კარგად იყავით, მეგობრებო. ვიდეოს ჩაწერის შემდეგ მამუკა ფიფია დაპირებულის აღსრულება შეუდგა. უკვე გვიანი ღამე იყო, როცა ჩემს ანგარიშზე 3000 ლარი ჩარიცხა და მთხოვა ეს თანხა პირველად იმ კურნალობის და მიმდინარე ხარჯების გასასტუმრებლად ცხვირგატეხილი სლავი გოგონასთვის გადაგვეცა, რომელიც მისთვის უკვე ცნობილი ინფორმაციით თბილისში უნდა ჩამოეყვანათ საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ჩემს გვერდით იქნებოდა რუსეთში ყველაზე დიდი მედია ჰოლდინგის იზვესტიას სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში, გიორგი ჯაბიშვილი, რომელიც ჩემი დახმარებით ჩაწერდა ინტერვიუს ნაცემ სლავ გოგონასთან. მამუკა ფიფიამ სატელეფონო საუბარში განმიცხადა, რომ ამ ჟესტით ის საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან მისიას ასრულებს. ვინაიდან რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და საქართველოში სლავი გოგონას ცემით აღშფოთებულმა რუსმა საზოგადოებამ უკვე რუსეთში მოქმედი პროვოკატორების წაქეზებით შესაძლოა ძალადობრივი ქმედებები მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ განავრცონ. მან მითხრა, რომ ჩვენი ამოცანაა სასტუმროს კონფლიქტში მონაწილე მხარეები შევარიგოთ. ნაცემი სლავი გოგონა დავამშვიდოთ და მომხდარის მიუხედავად ქართველების მიმართ ლოიალური პოზიცია დავაფიქსირებინოთ, რითაც გზას გადაუჭრით რუსეთში ანალოგიური ძალადობის ქართველების მიმართ განვრცობას. მე და გიორგი ჯაბიშვილმა ეს საპასუხისმგებლო მისია ამომწურავად შევასრულეთ. შეიქმნა ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც სლავი гогуна მომხდარის მიუხედავად ქართველი ერის მიმართ სითბოს გამოხატავს. В соцсетях пишут, то есть как бы про конфликт на национальной почве, на то, что про то, что вы говорили по-русски, и все это из этого получилось. Вы как относитесь вообще к Грузии, к грузинам? Что можете сказать? Мы одна нация, мы один народ. Я не разделяю людей на религии, на разные слова и так далее. Все эти. Но бывают такие случаи, когда людям выгодно, люди хотят делить, разделять и принимать чьи-либо стороны. Я такое не приемлю для себя, потому что для меня, я не в первый здесь раз, у меня есть друзья в Грузии тоже. Поэтому я не считаю, что эта ситуация, я бы не хотела бы, чтобы эта, конечно, ситуация принимала политический аспект и так далее, но факт того, что они нам сказали, что убирайтесь, вы понаехали, вы приехали,
И там очень много было ругательных слов также. Это было. И как бы нам сказали тоже, мы не будем разговаривать с вами на русском. Хорошо, не проблема. Мы можем разговаривать на английском. Я уважаю. Спасибо. И вот последний вопрос. Очень много хейтеров, как вы уже подметили, очень много людей писали негативные комментарии, отзывались о происходящем. Кто-то, может быть, поддержал вас или из грузинских политиков, или кто-то позвонил, если здесь, или из Москвы. Да, поддержка была. ეს ვიდეო რგოლები გავრცელდა რუსულ მედია სივრცეში, ასევე მამუკა ფიფიას პირადი Facebook-ის გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ მამუკა ფიფიას თავდაპირველად ვიდეო მიმართვას და შემდგომ გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლებს ჯამში 1,100,000-ზე მეტი ნახვა მოჰყვა. ამასთანავე დაფიქსირდა 12,000-ზე მეტი კომენტარი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავდა ფაშისტური შინაარსის გზავნილებს. მათ შორის ისეთ შეფასებებსაც, რომლებიც ქალის მიმართ ძალადობის გამართლებას ან ირიბ წახალისებას წარმოადგენენ. აღნიშნული გარემოებები აჩენს არაერთ მნიშვნელოვან კითხვას. რა სოციალურ ფსიქოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე და რა განაპირობებს მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის რეაქციას. მსგავსი მასშტაბით ძალადობისა და სიძულვილის გამომართლებელი საჯარო გამოხმაურებები განსაკუთრებულ მეცნიერულ და სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს. მათი ანალიზი მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებაში რადიკალიზაციის ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის, ისე ექსტრემისტული და ნეოფაშისტური ნარატივების შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით. ფიქრობ, აღნიშნული ფენომენი ფსიქოლოგების, სოციოლოგების, კრიმინოლოგების და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტების საგანგებო კვლევის საგანი უნდა გახდეს, რათა დროულად შეფასდეს მსგავსი პროცესების ბუნება, გამოიკვეთოს მათი გამომწვევი მიზეზები და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი პოლარიზაციის, ძალადობრივი იდეოლოგიების გავრცელებისა და ეროვნული ზნეობრივი ფასეულობების დეგრადაციის თავიდან აცილებას. რას მივახციეთ? განცხადება გავაკეთებინეთ, მოვლენები შევარბილეთ, მატერიალურადაც დავეხმარეთ. დიახ, ჩვენი მთავარი სურვილი რომელიმე მხარის დასჯა კი არა, ამ მხარეების უმტკივნეულოდ შერიგებაა, რათა მომავალში მოვლენები საქართველოს საბედისწეროდ არ განვითარდეს. აგრესიულ რუსოფობიაში არ გადაიზარდოს. მოგეხსენებათ, რუსეთში კანონია მიღებული, რომელზეც დაყრდნობით რუსეთის ხელისუფლება უფლებას იტოვებს შეიჭრას იმ ქვეყანაში, სადაც მის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და ძალმომრეობისაგან იხსნას თავისი ქვეშევრდომები. ამიტომ ჩვენი მთავარი განზრახვა საქართველოს მომავალი კატასტროფის აცილება გახლავთ და სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. მამუკა ფიფიას მიერ Facebook-ზე ატვირთულ ამ მასალებს არაადეკვატური გამოხმაურება მოყვა. ქართული საზოგადოების ნაწილმა ვერ აღიქვა ჩვენი ერთობლივი მისიის დანიშნულება. სხვაებმა აღიქვეს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი მამუკა ფიფიას ამ პოზიციის გამრუდებას სცადეს და მამუკას მიმართ ენით აუწერელი ლანძღვაგინების, ბულინგის კამპანია წამოიწყეს. სამწუხაროდ, ჭყალებში სიტუაციაში გაურკვეველთა შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც აქამდე სახპოზიციაზე იყვნენ. საზოგადოების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი პირდაპირ ამართლებს ძალადობას ეროვნების მიხედვით. ძალადობას ქალზე. ეს ძალზე საფრთხო ტენდენციაა. ასეთი მიდგომა სულ უფრო და უფრო ამცირებს შანსებს საქართველოს თავიდან აირიდოს აგრესია. დაკარგოს აქამდე ნალოლიავები მშვიდობა. რამაც შესაძლოა საქართველოს დასახლებული პუნქტები უკრაინის გავსთან მიწასთან გასწორებულ ნაქალაქარებად აქციოს. ამ ვიდეოს ჩაწერის თავარი მიზანი არ გახლავთ მამუკა ფიფიას კომაგობა. ჩვენი მიზანია მესაბოტაჟე ეპშტეინელ მედასავლეთეებს არ მივცეთ ცეცხლის გაღვივების და სახელმწიფოთა შორისი დაპირისპირების ეპიცენტრის საქართველოში გადმოტანის საშუალება, რასაც მინიმუმ საქართველოში ტურისტული სეზონის ჩაგდება და შესაბამისად ეკონომიკური კრახი. მაქსიმუმ კი შესაძლოა ომიც მოყეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ერისთვის გამანადგურებელ შედეგებს გამოიწვევს. ასეთი შედეგი არ უნდა დაუშვათ. წარსულის აწყოს და მომავალი თაობების წინაშეც ვალდებულები ვართ კატასტროფა თავიდან ავირიდოთ. მე მჯერა ჩემი ბრძენიერის. მე მჯერა რომ ჩემი ერი ამჯერადაც შეძლებს მასტურის მიერ დაგებული ხაფანგიდან დასკტომას და უფლის სასუფევლისკენ მიმავალი ზნეობრივი გზიდან გადასვლას არ დაუშვებს.